25 ოქტომბერს UFC-ს მძიმე წონის ბედი გადაწყდება და იმის მერე რაც ჯონ ჯონსმა დატოვა თავისი ტიტული და დაასრულა კარიერა, ქამარი ავტომატურად გადაეცა დროებითი ტიტულის მფლობელს ტომ ასპინას და ის 25 ოქტომბერს დაიცავს თავის ტიტულს უმაგრეს მებრძოლთან სირილ განთან. ფრანგი ამ დივიზიონის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მძიმეწონოსანია. ის ძალიან სწრაფი და მოქნილია. ჯონ ჯონსზე და ტომ ასპინასზე მაქვს გაკეთებული ვიდეო, შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ. დღეს კი გაგაცნობთ სირილ განს. სირილ განი დაიბადა 1990 წელს საფრანგეთში პატარა ქალაქ ლაროშ-სიუნში. მამამისი ოდესღაც ჩამოვიდა საფრანგეთში გვადელუპიდან. ის ერთ-ერთ გუნდში თამაშობდა ფეხბურთს და სწორედ რომ მშობლის დამსახურებით განი ბავშვობიდანვე იყო ჩართული სპორტში. თავიდან ბიჭუნა იყო სერიოზულად გატაცებული ფეხბურთით და ეს საქმე მას კარგად გამოსდიოდა. თუმცა შემდეგ სირილმა კალათბურთი აირჩია და ისე კარგად გამოავლინა ამ სპორტში თავი, რომ მას ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში იწვევდნენ. მაგრამ განმა აირჩია სწავლა. სკოლის დასრულების შემდეგ ჩავიდა პარიზში და ჩააბარა კოლეჯში მენეჯმენტის და მარკეტინგის განხრით. პარალელურად ის ავტობუსის მძღოლად და შემდეგ ავეჯის მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა. ერთხელ განი მეგობარ სპორტულ დარბაზში გაყვა და სწორედ იქ მან გაიცნო და მოიწამლა მუაი თაით, ანუ ტაილანდური ბოქსით. სირილმა ვარჯიში 2014 წელს დაიწყო 24 წლის ასაკში. სულ რაღაც ერთ წელიწადში განმა დაიწყო შეჯიბრებებში მონაწილეობა და რაც თავარია ერთმანეთის მიყოლებით იგებდა შეხვედრებს ნოკაუტებით. პერსპექტიულ ახალგაზრდა მებრძოლზე დაიწყეს მალევე საუბრები და სირილს შესთავაზეს ჩხუბი მუაი-თაის წესებით საფრანგეთის ჩემპიონთან ჟერემი ჟანთან. ეს მნიშვნელოვანი შერკინება იყო, რადგან კონზე იდო ფედერაციის ტიტული. ამ შეხვედრაში განი შეუდარებელი იყო. ის იმდენად აღემატებოდა თავის მეტოქეს ძალაში, რომ რამდენიმეჯერ წააქცია ის. განსაკუთრებით ეფექტურად სირილი კლინჩში მუშაობდა. საბოლოო ჯამში განმა თავისი ოპონენტი ისე დალეცა იდაყვებით, რომ ჟანს ბრძოლის ბოლოს ჰქონდა გატეხილი ცხვირი და გადახსნილი თავი. საჯმა გააჩერა შეხვედრა და აი ასე განმა მოიპოვა თავისი პირველი ტიტული კარიერაში. შემდეგი იყო ბრაის გვედუნი, გლორის და სხვადასხვა ორგანიზაციების ჩემპიონი. განმა ეს მეტოქეც გაანადგურა ტექნიკური ნოკაუტით და შემდეგ შეხვდა ჯონატან გენდულს თავისი ტიტულის დასაცავად. სირილმა თავის ოპონენტს კინაღამ თავი მოაგლიჯა უძლიერესი ჰაიკიკით, რომ არა მეტოქის ბლოკი ალბათ ეს სპორტსმენი ვერც კი გადარჩებოდა. მომდევნო საჩემპიონო შერკინება განმა იასინ ბუგამენთან ჩაატარა, რომელიც მართალია ვერ გათიშა, მაგრამ ისე დღეში ჩააგდო, რომ ბრძოლის ბოლოს ბუგამენი ავარიაში მოყოლილს გავდა. განი კი აზიდვებს აკეთებდა. ამასობაში UFC-ში ფრენსის განუხმაურობდა. ის ვარჯიშობდა პარიზის MMA ფაქტორის დარბაზში. სირილი ხშირად სტუმრობდა ამ დარბაზს, სადაც იყო ფრენსისის მთავარი სპარინგ პარტნიორი. სწორედ აქ განმა გაიცნო თავისი მწვრთნელი ფერნანდო ლოპესი. მახსოვს პირველი სპარინგი. სირილი იყო ძალიან სწრაფი და მოქნილი, მაგრამ გამიჭირდა მუშაობა მასთან, ასევე განიჭკვიანი მებრძოლია, რომელიც ჩხუბის დროს მუშაობს მოჭადრაკესავით. ყოველთვის აქვს სრულყოფილი სტრატეგია და გეგმა. ფრენსის განუსთან ეფექტური სპარინგების შემხედვარე ფერნანდო ლოპესმა განს MMA-ში შესთავაზა მონაწილეობა და ის დათანხმდა. მაგრამ იქამდე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა კიკბოქსინგში, სადაც შეხვდა დენიელ ლინტის, რომლის რეკორდი იყო 53 გამარჯვება და მხოლოდ 6 მარცხი. ეს შერკინება მალევე დასრულდა, რადგან განმა ისე აგრესიულად ეჩხუბა მას, რომ დენიელმა ფეხი დაიზიანა და მსაჯმა გააჩერა შეხვედრა. 2018 წლის 2 აგვისტოს შედგა სირილ განის დებიუტი კანადურ პრომოუშენში TKO-ში. ის პირველივე შეხვედრაში ვაკანტურ ტიტულზე მძიმე წონაში უნდა შეხვედროდა წამყვან სპორტსმენს. თუმცა მეტოქე მოულოდნელად ჩაეხსნა ბრძოლას და ფრანკს შეხვდა ბობი სალივანი, რომლის რეკორდი პროფესიონალებში 1 ბრძოლა იყო და ისიც გამარჯვება. განმა თავისი მეტოქე პირველივე რაუნდში გაანადგურა. მან ჯერ ბობი პარტერში მაგრაცემა და ბოლოს მოგუდა, რითიც მოიპოვა ამ ორგანიზაციის ქამარი. ზუსტად ვენახევარში განი ტიტულს იცავს ადამ დისჭკასთან, რომელიც იყო დაუმარცხებელი. 7 ბრძოლიდან მან 7-ვეში გამარჯვება მოიპოვა და რაც თავარია ყველა შეხვედრა ნოკაუტით დაასრულა. ნამდვილად გასაკვირვია, როგორ გადაიტანა ადამმა პირველი რაუნდი. განმა მას გადაუარა ბრძოლის პირველ მონაკვეთში. ეს ნამდვილად სალმხრივი დომინაცია იყო. Would favor Deichka. Fully committed knees. It's done, I think. Will he raining down big blows? That's an illegal left hand because he knows. Is it just me or is Gane slowing down a little bit? He is. If Deichka survives, Gane is here at the
Videotron Center and Dykes aerobic versus anaerobic. განის გიჟური დომინაცია მეორე რაუნდშიც გაგრძელდა. იშვიათია ნახვა ასეთი მძიმე წონოსანი, რომელიც ვიზუალურად გავს ბოდიბილდერს და მოქნილი და სწრაფია როგორც მსუბუქ წონოსანი. განმა დაღეჭა თავისი მეტოქე და რაუნდის ბოლოს ბექფისტით მოამწყლია თავისი მსხვერპლი ბადესთან და ბრუტალურად დააფინიშა ის, რითიც წარმატებულად დაიცვა თავისი ტიტული TKO-ს პრომოუშენში. სირილი ბუნებრივად ნიჭიერი სპორტსმენია, მაგრამ ჩვენ მაინც ვარჯიშობთ პულსის დაცემამდე. განსაკუთრებულად ყურადღებას ფუტბოლს უთმობთ. მაგალითად, თუ მოხდა ისე, რომ მე ვარჯიშს ვერ ვესწრებით, განი თავიდან მაინც მუშაობას ფიშკებით დაიწყებს და ნახევარი საათის მერე იწყებს ძირითად მუშაობას. სწორედ ამიტომ ის ძალიან სწრაფი და მოქნილია. 2019 წლის 24 მაისს განი ტიტულს იცავს სახიფათო სტრაიკერთან როჯერ სოუზასთან. ფრანგმა თავისი მეტოქე პირველივე რაუნდში გაანადგურა. წესით საჭს ეს სასაკლაო უნდა გაეჩერებინა, მაგრამ როგორც ჩანს, მას ფული ბრაზილიაზე ჰქონდა დადებული და სანამ განმა არ დაღეჭა ის საფუძვლიანად, საჯი არ აპირებდა ბრძოლის გაჩერებას. ჩემი ფსევდონიმის ისტორიას მოგიყვებით. როგორც იცით, მე ბონგამის მეძახიან. ფრანგულად კარკაც ნიშნავს, მაგრამ ეს ნიკნეიმი იმიტომ არ ავირჩიე, რომ მე კარგი კაცი ვარ ან რამე მსგავსი. როდესაც მე მუაიტაიში ვიყავი, მეგობრებმა ჩამოვაყალიბეთ რეპ გუნდი. მე არ ვიყავი მთავარი სოლისტი, თუმცა 1-2 სიტყვით რეპს მეც უერთდებოდი. ხოდა ამ ჯგუფის წევრებმა ყველა მუხლებზე ჯგუფის სახელის ტატუ გავიკეთეთ. და როდესაც მე და ლოპესი ვეძებდით ფსევდონიმს, ის შემთხვევით მუხლზე დამხედა და მის მერე სირილ ბონგამინ განი. სამი სატიტულო გამარჯვების შემდეგ TKO-ს ორგანიზაციაში კიკბოქსინგის პრომოუშენი გლორი დაინტერესდა განით და გამოუგზავნა მას კონტრაქტი. სირილი რეალურად ფიქრობდა ხელის მოწერას, მაგრამ რამოდენიმე დღეში მორიგი კონტრაქტი მიიღო UFC-სგან და არჩევანი გააკეთა MMA-ს სასარგებლოდ. UFC-ს გაუჭირდა სირილისთვის პირველი მეტოქის ნახვა. ისინი მასთან ბრძოლას ტოპ 15-დან მებრძოლებს თავაზობდნენ, მაგრამ არც ერთ სპორტსმენმა არ მიიღო ეს შერკინება საშიშს ახალგაზრდა სტრაიკერთან, ამიტომ UFC-მ სპეციალურად განისთვის კონტრაქტი გაუფორმა ბრაზილიელ მებრძოლს რაფაელ პესუას, რომელიც იყო დაუმარცხებელი და მოდიოდა ზედიზედ 9 გამარჯვებით. ბრძოლის წინ ინტერვიუში რაფაელი იძახდა, რომ სირილი არც თუ ისე სახიფათო მეტოქეა, მაგრამ როგორც კი ბრძოლა დაიწყო, ყველა მიხვდა, რომ ბრაზილიელი პირველ რაუნდს ვერ გაცდებოდა და ასეც მოხდა. განი დგომში აღემატებოდა თავის მეტოქეს, ის ბევრად სწრაფი და მოძრავი იყო და აი როდესაც სპორტსმენები მიწაზე აღმოჩნდნენ, სირილმა ეგრევე დაიჭირა რაფაელი მახჩობელაილეძე და ასე მოიპოვა თავისი პირველი გამარჯვება UFC-ში. Welcome to the UFC, Cyril Gane. My word, that was an impressive performance. სირილი ძალიან კარგად ასრულებს რთულ საბმიშენებს, აქედან 3 ლეთს ის უნაკლოდ აკეთებს. ესენია ტვისტერი, ჰელიოტინა და ფეხით სტერბზე მტკივნეული. მას ამ ლეთების შესრულება შეუძლია ნებისმიერი პოზიციიდან. ფეხზე მტკივნეულს განი უნაკლოდ ეფექტურად ასრულებს. თუ მას ვინმე ბრძოლის დროს ფეხი მისცა, ის ჩათვალე მაგ დღეს მაგ ფეხით წავა სახში. 2019 წლის 26 ოქტომბერს ჩვენი გადაცემის გმირი შეხვდა დონტეილ მეიეს, რომლის რეკორდი იყო 7 გამარჯვება და 2 მარცხი. ამერიკელმა დანა უაით კონტენდერ სერიაში პირველ რაუნდის ბოლო წამებზე რიკარდო პრასელი დაანოკაუტა და მოიპოვა ორგანიზაციასთან კონტრაქტი, სადაც პირველივე შერკინებაში ის სირილ განს შეუგდეს გალიაში. ამ შეხვედრაში სირილი აკონტროლებდა ყველაფერს, დისტანციას, ტემპს, ტაიმინგს. განს ბრძოლის დასრულება უკვე პირველივე რაუნდში შეეძლო, მაგრამ მას სულ ცოტათი არ ეყო დრო. Jumping swap hand sledgehammer. Wow! A second round here in 6.
საბოლოო ჯამში ეს ბრძოლა მესამე რაუნდში დასრულდა. განმა თავისი მეტოქე გადაიყვანა მიწაზე, ცოტა ხანი იმუშავა გრანდ ფაულში და მოულოდნელად დაითრია ოპონენტის ფეხი და მტკივნეული ილეთით მოიპოვა თავისი მეორე გამარჯვება UFC-ში. ზუსტად 25 დღეში სირილი ისევ UFC-ის ოქტაგონში იდგა ტანერ ბოსერის წინააღმდეგ. კანადელმა 23 ბრძოლიდან პროფესიონალებში 17 შეხვედრა მოიგო. ის იყო ყველაზე გამოცდილი და საშიში მეტოქე განის კარიერაში. ფრანგი თავიდან არ ჩქარობდა, თუმცა პირველივე რაუნდში მოახერხა რამოდენიმე ეფექტური დარტყმის განხორციელება. არც ბოსერი იჯდა უსაქმურად, მან რამოდენიმეჯერ ძალიან კარგად იმუშავა კონტრზე. დანარჩენ ორ რაუნდში სირილი ბევრად უკეთესი იყო. მართალია ეს შერკინება ნოკდაუნ და ფინიშების გარეშე დასრულდა, მაგრამ სირილი ბევრად ეფექტურად გამოიყურებოდა და გაიმარჯვა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. რითიც გაიმყარა რეიტინგის მე-15 ადგილი. ერთი სიტყვით 2019 წელი ფრანგისთვის ძალიან წარმატებული გახდა. მან UFC-ში 4 თვეში 3 ბრძოლა ჩაატარა და 3-ვეში გამარჯვება მოიპოვა. ორი 2020 წელი განისთვის არც თუ ისე კარგად დაიწყო. თავიდან ორგანიზაციამ მას ბრძოლა ჩაუნიშნა შამელ აბდურაჰმანოვთან, მაგრამ ტრავმის გამო სირილი ჩაეხსნა ბრძოლას. შემდეგ იყო პანდემია და სხვადასხვა მიზეზების გამო კიდევ რამოდენიმე ბრძოლა ჩაიშალა. საბოლოო ჯამში ფრანგი ოქტაგონში დეკემბერში აღმოჩნდა, ზუსტად 1 წლის შემდეგ თავისი ბოლო ბრძოლიდან. სირილის მეტოქე გახდა UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ჯუნიორ დო სანტოსი. მართალია დო სანტოსი აღარ იყო ისეთ გიჟურ ფორმაში, მაგრამ მასთან ჩხუბს მაინც ყველა ერიდებოდა. სანამ დავიწყებდი კარიერას MMA-ში, მე საერთოდ არ უყურებდი ბრძოლებს. გინდა იჯერეთ, გინდა რა, საერთოდ არც ერთი სპორტსმენის სახელი და გვარი არ ვიცოდი. თუმცა YouTube-ში ერთხელ ჯუნიორ დო სანტოსის ჩხუბი ვნახე. ეს სახელი იმიტომ დამამახსოვრდა, რომ ის იყო ძალიან ათლეტური, სწრაფი და ანადგურებდა ყველას თავის გზაზე. ვერასდროს ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მომავალში მე მას UFC-ის ოქტაგონში შევხვდებოდი. ამ სპორტის ლეგენდა ჩანდა, რომ ვერ უმკლავდებოდა ახალგაზრდა განს. ის ჯობნიდა ბრაზილიას სისწრაფეში და ხშირად უშვებდა ჯებებს და ლოუ-ქიკებს. კი ერთი-ორჯერ დო სანტოსმაც აქტიურა, მაგრამ ეს საქმეს არ შველოდა. მეორე რაუნდის შუაში განის სწრაფ ჯებმა შეარყია დო სანტოსი. ფრანგი მიყვა მას და კლინჩიდან ინაყვით კეფაში დაანოკაუტა ის. ბრძოლის შემდეგ ბევრი, მათ შორის დო სანტოსი, იძახდნენ, რომ ეს არალეგალური დარტყმა იყო. თუმცა მსაჯმა ეს დარტყმა ჩათვალა, სირილმა კი თავისი ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა UFC-ში. განი ძალიან საშიშია, როდესაც მუშაობს მუხლებით და იდაყვებით, განსაკუთრებულად კლინჩში, ასე რომ წინასწარ უხდი ბოდიშს იმას, ვინც ამ დარტყმებს აითვისებს. 2021 წლის 28 თებერვალს განი შეხვდა ჟარზინიო როზენსტრაიკს, რომელიც რეიტინგში მე-4 ადგილს იკავებდა. ეს 5 რაუნდიანი შეხვედრა იყო და მართლა არავის ეგონა, რომ ასეთი ორი სასტიკი მებრძოლი 25 წუთს იჩხუბებდნენ. მაგრამ მებრძოლებმა 5-ვე რაუნდი იჩხუბეს, განის კარიერაში ეს იყო პირველი ასეთი ხანგრძლივი შერკინება. სირილი ძალიან ჭკვიანურად მუშაობდა, საერთოდ არ რისკავდა და მეტოქე ეფექტურად ეჭირა თავისთვის კომფორტულ დისტანციაზე. მან რამოდენიმეჯერ გადაიყვანა სურინამელი მიწაზე და გაუთიშა მას ყველა ძლიერი მხარე. საერთო ჯამში როზენსტრაიკმა 14 მნიშვნელოვანი დარტყმა გაუტარა ფრანკს, რა დროსაც განმა მას ამაში თითქმის 3-ჯერ აჯობა. მართალია მაყურებელი არ იყო მთლიანად ყმაყოფილი, მაგრამ სირილმა გარანტირებულად მოიპოვა გამარჯვება და გახდა ერთ-ერთი კანდიდატი ტიტულზე. 2021 წლის 26 ივნისს განი შეხვდა ალექსანდრ ვოლკოს. მომავალში როგორც აღმოჩნდა, ეს იყო საპრეტენდენტო შერკინება. ვოლკოვი ამ დივიზიონში ერთ-ერთი საუკეთესოა. არასდროს მიჩხუბია ჩემზე მაღალ მებრძოლებთან. თამას კარგი ჭიდაობა აქვს და დგომშიც ძალიან კარგად იბრძვის. ეს ჩემთვის სერიოზული გამოწვევა და მე ეს მომწონს. ალექსანდრ ვოლკოვის და სირილ განის ჩხუბი იყოფა ორ ნაწილად. პირველი რაუნდი და სხვა დანარჩენი.
პირველ რაუნდში ვოლკოვი მუშაობდა ისე როგორც საჭიროა. მან 19 ლოუ-ქიკიდან 18 მიზანში მოახვედრა ფრანკს. ასეთი დაბომბვის მიზეზი გასაგები იყო. ალექსანდრს სჭირდებოდა განის მანევრირების დარღვევა. თუმცა სირილი თავის დაცხრილული ფეხებით მაინც კარგად მოძრაობდა და შიგადაშიგ უტევდა მეტოქეს. საერთო ჯამში სპორტსმენებმა 5-ვე რაუნდი იჩხუბეს და განმა კითხვების გარეშე ერთსულოვანი გამარჯვება მოიპოვა. მან ეს შეხვედრა თავისი გამძლეობით, სისწრაფით და მოქნილობით მოიგო, რითიც ყველას აჩვენა, რომ შეუძლია უპრობლემოდ სწორი ტექნიკით იბრძოლოს 5-ვე რაუნდი. ამასობაში დერეკ ლუისი უნდა შეხვედროდა ტიტულზე მოქმედ ჩემპიონს და ყოფილ განის გუნდელს ფრენსის განუს. მაგრამ კამერუნელის მენეჯერებმა ჩათვალეს, რომ ფრენსის უფრო მეტი დრო ჭირდება. UFC-მ არ დაიწყო კამერუნელის ლოდინი და მალევე გაათამაშა დროებითი ტიტული და ლუის შეახვედრეს სირილ განი, ვინც არიცით დერეკ ლუისი UFC-ის ისტორიაში რეკორდსმენია ნოკაუტებში. მას თითქმის არასდროს არ მიყავდა საქმე გადაწყვეტილებამდე, ის შეხვედრებს იგებდა ან ნოკაუტით, ან თვითონ მარცხდებოდა ფინიშით. მაგ მომენტისათვის ლუის 22 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული UFC-ში, საიდანაც მან 16 შეხვედრა მოიგო და გაიფორმა 12 ნოკაუტი. ჩემი მთავარი მისია არის ლუისის გათიშვა. ყველამ ვიცით, რომ ის ბრძოლებს იგებს ნოკაუტებით, ამიტომ ჩემი მისია არის ნოკაუტი და ვფიქრობ, მე ეს შემიძლია. ამ შეხვედრის პირველივე რაუნდში განი უკეთესი იყო. ის ძალიან კარგად იცავდა დისტანციას და იმდენად სწრაფად მოძრაობდა, რომ ლუისი ვერ ასწრებდა მუშაობას. ფრანგმა ეფექტურად დაცხრილა მეტოქე თავისი ლოუ-ქიკებით, რამაც დერეკი შეანელა და პლუს ამას სირილი ეფექტურად მუშაობდა ჯებებით. ერთადერთი რაც ლუისმა მოახერხა ამ რაუნდში, ეს იყო არალეგალური დარტყმა კვერცხებში. მეორე რაუნდშიც ყველაფერი განმეორდა. განი ნამეტანი სწრაფი იყო იმისათვის, რომ ლუის დაეჭირა ის. სირილი სწრაფად ამოკლებდა დისტანციას და სწრაფადვე გამოდიოდა უკან. შესანიშნავად მუშაობდა ფეხებით და კლინჩიც უკეთესი იყო. ლუისის მეთოდურად და ჭკვიანურად განადგურება მესამე რაუნდშიც გაგრძელდა. განმა ისე მაგრად დაუცხრილა მას ფეხები, რომ დერეკი თითქმის ვერ მოძრაობდა. რაუნდის ბოლოსკენ, როდესაც ფრანგმა მიაღწია მიზანს და მიხვდა, რომ მისი მსხვერპლი ვერ მოძრაობს, ის თავს დაესხა მას დარტყმების კომბინაციით და ბრუტალურად ჩაქოლა, რითიც მოიპოვა UFC-ის დროებითი ტიტული. სირილი მხოლოდ კარგი მებრძოლი არ არის, ის ძალიან კეთილი და მოწესრიგებული სპორტსმენია. მაგალითად, სპარინგებზე ის ყოველთვის ინდობს პარტნიორებს და არ ურტყავს მთელი ძალით. ამის გამო მე სულ ვეჩხუბები, ის კი პასუხებს. ნუ გეშინია, რინგზე ყველაფერი სხვაგვარად იქნებაო. განი ძალიან დისციპლინირებული სპორტსმენია. მაგალითად, საღამოს 9 საათზე მას უკვე ძინავს. დღის განმავლობაში 10 საათი ძინავს, მზადების დროს კი 12. ყოველთვის სწორედ იკვებება და არასდროს არ დადის კლუბებში და ასე შემდეგ. დროს ძირითადად მეუღლესთან და შვილებთან ატარებს. სადმე თუ მიდის დასასვენებლად ყოველთვის ეძებს დარბაზს და თუ დარბაზი არ არის, ის მაინც ვარჯიშობს. აზიდვების სირბილი ძელი. ძალიან პატიოსანი და წესიერი კაცია. ყოველთვის პატივს სცემს და თუ ჩანთა მაქვს, მართმევს და თვითონ მიაქვს. ფრენსის რო ვავარჯიშებდი, მის ჩანთას მე ვატარებდი, რომ არ დაღლილიყო. ის ძალიან მაგარი კაცია, რომელიც ყოველთვის ფიქრობს, ვის რითი დაუდგეს გვერდში. სხვა ასეთ ადამიანებს მე მართლა არ ვიცნობ. 2022 წლის 23 იანვარს UFC-მ ერთმანეთს დააჯახა სირილ განი, რომელიც ფლობდა დროებით ტიტულს და ფრენსის განუ, მოქმედი ჩემპიონი. ისინი ყოფილი გუნდელები იყვნენ, რომლებსაც ერთი მწვრთნელი ყავდათ. თუმცა ლოპეს და განს შორის სერიოზული კონფლიქტი იყო გაჩაღებული. მაგრამ სირილი არ ერეოდა მათ პირადულ საქმეში და არანაირად არ ერთვებოდა მათ შორის დებატებში. მაგრამ ერთხელ ისინი შეხვდნენ ერთმანეთს და კამერუნელმა არ იკადრა მისალმება. ინტერვიუში განი იტყვის, რომ შოკში იყო. ის არ ელოდა ფრენსის ისგან ასეთ საქციელს. ბრძოლის დაწყებისთანავე სირილი იღიმოდა. ჩანდა, რომ ის არ იყო მტრულად განწყობილი, რასაც ვერ ვიტყვით ფრენსისზე. თითქმის ყველა ამ ბრძოლისგან ელოდებოდა ფინიშს და ძალიან სასტიკ ჩეხაობას, მაგრამ სპორტსმენებმა ყველა გააკვირვეს. შეხვედრა გრძელდებოდა 5-ვე რაუნდს.
პირველ რაუნდში მსაჯებმა გადაწყვიტეს, რომ სირილი უკეთესი იყო. ის მეც მუშაობდა ჯებებით, ბევრს მოძრაობდა და ბლოკავდა ნგანუს თავდასხმებს და ტეიქდაუნებს. ფრენსისი კი უფრო ერთი დარტყმით ფინიშს ეძებდა და ცდილობდა ბრძოლა მიწაზე გადაეყვანა. საერთო ჯამში ეს შეიძლება ითქვას თანაბარი ბრძოლა იყო, სადაც სირილი დგომში უკეთესი იყო, ფრენსისი კი მიწაზე. მესამე, მეოთხე და მეხუთე რაუნდებში ნგანუმ გაიაზრა, რომ დგომში ის ქულებით წააგებდა, რადგან ფრანგი მას ახლო დისტანციაზე არ უშვებდა და დაიწყო ჭიდაობა. სწორედ ამ ფაქტორმა იმოქმედა კამერუნელის სასარგებლოდ, რადგან მან სამივე რაუნდში უფრო დიდხანს აკონტროლებდა თავის ყოფილ გუნდს მიწაზე. ჩვენ კი ყველამ ვიცით, რომ კონტროლში ქულები იწერება და როგორც შედეგი მსაჯების გადაწყვეტილებით ფრენსისმა დაიცვა ქამარი. განმა კი პირველად თავის კარიერაში მარცხი განიცადა. გამოდის ჩვენი გადაცემის გმირმა ეს შეხვედრა მხოლოდ იმიტომ წააგო, რომ განუ მცირედით უკეთესი იყო მიწაზე. სხვათა შორის ფრენსის განუზე ჩემს არხზე ძალიან საინტერესო ვიდეო მაქვს, სადაც გაეცნობით მის კარიერას მონობიდან UFC-ს ჩემპიონობამდე. წლის 3 სექტემბერს განიხდება ბრიტანელ მებრძოლს ტაიტუ ივასას, რომელმაც წინა 5 შეხვედრა UFC-ში მოიგო და რაც თავარია ყველა შეხვედრა ნოკაუტით დაასრულა. ბრიტანელისთვის სირილზე გამარჯვება იყო ტრამპლინი კარიერაში, თუმცა არანაკლებად მნიშვნელოვანი იყო ეს შერკინება განისთვის, რადგან ტურნირი ტარდებოდა პარიზში. ამ შეხვედრის პირველ რაუნდში განსაკუთრებულად არაფერი მომხდარა. მებრძოლები ფრთხილობდნენ და ზვერავდნენ ერთმანეთს. განი ტრადიციულად უფრო სწრაფი და მოძრავი იყო და ამის მეშვეობით ეს ბრძოლის მონაკვეთი თავის სასარგებლოდ დაასრულა. მეორე რაუნდიც განმა ძალიან კარგად დაიწყო. ის ძალიან კარგად მოძრაობდა და ცხრილავდა თავის მეტოქეს ჯებებით დისტანციიდან. თუმცა რაუნდის ბოლოსკენ ტუევასამ სასტიკი ოვერჰენდი გაისროლა, რომელიც პირდაპირ მიზანში მოხვდა ფრანკს და ის წაიქცა. ეს იყო ეფექტური ნოკდაუნი, რომლის მერეც შესაძლებელი იყო განის დაფინიშება, მაგრამ სირილი უცებ მოფერიან და შემოატრიალა შეხვედრა და გონგის ხმამდე უმოწყავლოდ ცემდა ბრიტანელს. სირილი მესამე რაუნდში კიდევ უფრო მოძრავი და სწრაფი იყო. ასეთი მობილური მძიმე წონაში ალბათ ტომას პინალია. ამიტომ ამ მებრძოლების ჯარს ყველა ასე მაგრად ველოდებით. ამ რაუნდში განმა გაანადგურა თავისი ოპონენტი და რაუნდის ბოლოს ბრუტალურად ჰემერფისტებით დააფინიშა ის. ეს დღე ფრანგებს არასდროს დაავიწყდებათ. ხალხი გატენილი ტრიბუნებიდან განის სახელს სკანდირებდნენ. ამასობაში სამწლიანი პაუზის შემდეგ ჯონ ჯონსი დაბრუნდა. ჯონსი ყოველთვის იბრძოდა 93 კილოგრამში, თუმცა ამჯერად ის აპირებდა ეგრევე სატიტულო ბრძოლის გამართვას მძიმე წონაში, მოქმედ ჩემპიონთან ფრენსის განუსთან. ორგანიზაცია სერიოზულად მოეკიდა ამ საქმეს, მაგრამ ფრენსის განუს არ მოეწონა კონტრაქტი და ჰონორარები, მან დანა ვაიტთან იკამათა და დატოვა ორგანიზაცია. რა თქმა უნდა, ამ ტიტულს ის კამერუნში ვერ გაიყოლებდა და UFC-მ ვაკანტურ ტიტულს მალევე მოუძებნა პრეტენდენტი და ის გახდა სირილ განი. განს ნამდვილად არ გაუმართლა, ის შეხვდა ამ სპორტის ლეგენდას. ჯონ ჯონსზე მაქვს გაკეთებული დოკუმენტური ფილმი, შეგიძლიათ ნახოთ, სადაც განხილული მაქვს დაუმარცხებელი ჩემპიონის ყველა ბრძოლა და პრობლემები მართსაჯულებასთან. აქ კი გეტყვით, რომ სირილი თავის კარიერაში მეორეჯერ დამარცხდა და მეორეჯერაც სატიტულო ბრძოლაში. პირველად ყველას გახსოვთ, რომ სირილს სატიტულო შეხვედრა ფრენსის განუმ მოუგო თანაბარ ბრძოლაში. აქ კი ყველაფერი ბევრად დრამატულად დასრულდა. ამ შეხვედრაში ერთადერთი რაც განმა მოასწრო, ეს იყო არალეგალური დარტყმა კვერცხებში რაუნდის პირველივე წამებზე. რის მერეც ჯონსმა ის მალევე გადაიყვანა მიწაზე და რაუნდის მეორე წუთზე დაახრჩო ის, რითიც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ჯონ ჯონსი ნამდვილი ლეგენდაა.
ამ მარცხის მერე განი ოქტაგონს ზუსტად 5 თვეში დაუბრუნდა, სადაც შეხვდა სერგეი სპივაკს, რომელმაც წინა 3 ბრძოლა ზედიზედ ფინიშით მოიგო. პირველ რაუნდში განი კარგად იცავდა დისტანციას, ისროდა ზუსტ დარტყმებს და ოსტატურად გაურბოდა თავდასხმებს. სპივაკი ცდილობდა სირილის მიწაზე გადაყვანას, მაგრამ ფრანგი ბლოკავდა მის ტეიქდაუნის მცდელობებს და აგრძელებდა დომინირებას დგომში. განმა მეორე რაუნდში მოუმატა პრესინგს. ყოველთვის, როდესაც ამ მებრძოლის ჩხუბებს უყურებ, გაკვირვებული ვარ, რამდენად მოქნილი და სწრაფია ის. სპივაკი ფიზიკურად ვერ ასწრებდა, ძირითადად მას ხელები ჰქონდა აფარებული სახეზე, მაგრამ სირილი მაინც ახერხებდა ბლოკის გარღვევას და მალევე უბრუნდებოდა თავისთვის კომფორტულ დისტანციას. რაუნდის ბოლოს, როდესაც სპივაკი უკვე განადგურებული იყო, განმა ის ბადესთან მოიმწვია და დარტყმების სერიით ბრუტალურად დააფინიშა. და ბოლოს განი 2024 წელს შეხვდა სარევანშო ბრძოლით 2 მეტრიან ალექსანდრ ვოლკოვს. ეს 3 რაუნდიანი და ძალიან თანაბარი შერკინება იყო, სადაც განმა მოიპოვა გამარჯვება მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით. ამ შეხვედრაზე ბევრი ექსპერტი დღემდე საუბრობს. ზოგი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, სხვათა შორის დანა ვაითიც, მაგრამ საბოლოო ჯამში სირილმა ეს შეხვედრა მოიგო. ამასობაში მძიმე წონაში ბევრი რამ შეიცვალა. ჯონსმა მიოჩიჩი დაამარცხა ტიტულის დაცვაზე. ტომას პინალმა კი გადაუარა დივიზიონში ყველას და მოიპოვა დროებითი ტიტული, რის მერეც უნდა შეხვედროდა ჯონს ტიტულების გაერთიანებაზე და თითქოს ყველაფერი მაგეთკენ მიდიოდა, მაგრამ ამ სპორტის ლეგენდამ დაასრულა კარიერა და ასპინალი ავტომატურად გახდა დივიზიონის ჩემპიონი. ხო და 25 ოქტომბერს ასპინალი პირველად დაიცავს ტიტულს სწორედ რომ სირილ განთან. ეს იქნება სანახაობრივი ბრძოლა. ორივე სპორტსმენი ძალიან სწრაფი და მოქნილია. უდაოდ დგომში ისინი ორივე ძალიან მაგრად იბრძვიან. პირადად მე მცირე უპირატესობას ასპინალს მივანიჭებ უფრო გრეპლინგში და პარტერში. თუმცა სირილ განიც სერიოზულად ემზადება ჭიდაობაში, რადგან წინა 2 სატიტულო შეხვედრან განუსთან და ჯონსთან ის დამარცხდა სწორედ რომ მიწაზე. ასე რომ დაზუსტებით ამ ბრძოლის პროგნოზი გამიჭირდება. თუმცა დარწმუნებული ვარ რომ სპორტსმენები კარგ ბრძოლას შემოგთავაზებენ, რომელიც არ ამგონია მივიდეს მსაჯების გადაწყვეტილებამდე. ეხლა კი თქვენ ყველაფერი იცით სირილ განის შესახებ და ჩემს არხზე დევს ტომას პინალზე დოკუმენტური ფილმი, აუცილებლად ნახეთ და მერე დაწერეთ კომენტარებში თქვენი პროგნოზი ამ ბრძოლაზე. პირადად მე ორივე მებრძოლი მომწონს და აი რაღაცნაირად კეთილი ბუნჩულა ტიპები არიან, პიროვნულად ძალიან მაგარი კაცები არიან, მაგრამ ოქტაგონში თქვენ ხედავთ როგორ მონსტრებად გარდაიქმნებიან. მე მაინც ცოტათი ტომას პინალისკენ ვიხრები, მაგრამ ხაზს გაუსმევ. ორივე ძალიან მაგარი მებრძოლია და ძალიან მაგარი ჩხუბი გველოდება წინ. დღეისათვის სულ ეს იყო, მე კიდევ გემშვიდობებით.